გულახდილად გეტყვით, მე ველოდი, რას იტყოდა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება მან და ქართული ოცნებისა ვენესუელაში მომხდარი ამბების თაობაზე, კონკრეტულად მადუროს შესახებ, რას იტყოდა ამერიკის შეერთებული შტატების თაობაზე, რას იტყოდა იმ პროცესების თაობაზე შესახებ, რომლებიც განვითარდა იანვრის დასაწყისიდან და რამდენად ადეკვატური იქნებოდა საქართველოს ხელისუფლება, ხელისუფლებად წოდებული ბანდა საგარეო საქმეთა უწყების ჩემი მოსაზრებით არაფრის მთქმელს საერთოდ განცხადებას თუ არ მივიღებთ მხედველობაში, ხელისუფლების ბანდის წარმომადგენლები ძირითადად დუმდნენ ისიც თქვენ, მაგრამ ახმამაღლდა როგორც მოსალოდნელი იყო ანტიევროპულობით გამორჩეული შალვა პაპუაშვილი, რომელმაც განაცხადა შემდეგი: ამ დღეებში კვლავ დავინახეთ იმ ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჯერ მაიდანს, შემდეგ ნეპალს, ახლა კი ვენესუელას ნატრულობენ. ეს ის სხვისი დროშის მოტრფიალი ადამიანების ჯგუფია, რომელმაც ხალხის მხარდაჭერის იმედი დაკარგა, გარე ძალების იმედს ხავსივით ემღაუჭება და დემოკრატიის ბომბებზე და ლიბერალიზმის რაკეტებზე ოცნებობს და მე კიდე აგრძელებს ბოდვას, რა საკვირველია, სულ განცხადებას არ ჩაგიკითხავთ და რა შეასაქმე ახლა რაზე უნდა ვილაპარაკოთ, იცით თქვენ, რომ მადუროს შეპყრობისა და ამერიკაში წაყვანის, თუნდაც ასე ვიტყვი, გატაცების შემდეგ ქართულ Facebook სივრცეში მეტწილად გაკეთდა ამგვარი არასწორი, ხაზგასმით ვამბობ, ანალიზი იმის თაობაზე, რომ შემდეგი, ვისაც გაიტაცებს თუ წაიყვანს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება, ტრამპის ადმინისტრაცია, ეს არის ბიზინა ივანიშვილი, ეს არასწორი ანალიზია. პირველივე წუთებში თუ არა პირველივე საათებში ბევრმა გონიერმა ადამიანმა დაწერა, რომ ბიზინა ივანიშვილსა და მადუროს შორის, ნიკოლას მადუროს შორის, ასე პირდაპირი პარალელის გავლება არ შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მადურო, მეგონი რომან გოცირიძეს ეკუთვნის ეს ტერმინი თუ სიტყვად შეთანხმება, ჩვენი მადურო, რასაკვირველია, ჩვენთვის უარესთა შორის უარესია, ჩვენი მადუროა, ჩვენი ბიზინაა და ბიზინა ივანიშვილიც არ არის, რასაკვირველია, ადამიანის უფლებების დაცვაზე და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ესე თავ გადაკლული კაცი, ის ჩვენი ჭირია, მოდი ასე ვიტყვი, ზუსტად ისე როგორც მადურო იყო ვენესუელელთა ჭირი. ვენესუელელთა ჭირი მოცილებულია, მაგრამ ბიზინა ივანიშვილი იმ მასშტაბისა არ არის, რა მასშტაბისაც იყო ვენესუელის აწუკე ყოფილი ლიდერი და ისეთი შეცდომებიც, ან ისეთი დანაშაულებიც არ ჩაუდენია, თუ მთლად გულახდილები ვიქნებით, როგორებით ჩაიდინა მთელი ამ წლების განმავლობაში მადურომ, ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება მადუროს მოცილებისა და რეჟიმ ჩეინჯის არ გაკეთების, მოდი ასე ვიტყვით, თქვენის ნებართვით, მოცემულ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არ გაკეთების თაობაზე, ალბათ მაინც სწორი გადაწყვეტილებაა, ნებისმიერ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები რომ წასულიყო და ოპოზიციას დაყრდნობოდა, ან უკვე ამ თავითვე გამოეცხადებინა, რომ არჩევნები ჩატარდება, რასაკვირველია, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ანუ ოკუპაციას არაპირებს არავინ ვენესუელის ან სახმელეთო ოპერაცია რომ დაეწყო და შესულიყო ამ დაპირისპირებაში მადუროს ნარჩენებთან, ასე ვიტყვი, და წინააღმდეგობაში ვიცე-პრეზიდენტთან და ხელისუფლების იმ ნაწილთან, რომელიც მადუროს შემდეგ მართავს ვენესუელას, ეს გაცილებით რთული იქნებოდა. მაგრამ ეს არ არის ახლა მთავარი სალაპარაკო. მთავარი სალაპარაკო არის ის, რომ კვლავ და კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, ბიზინა ივანიშვილი ჯერაც არ არის და არც იქნება, მეთქი ასე გეტყვით, მადურო ისეთ შეცდომებს, როგორებსაც უშვებდა წლების განმავლობაში ნიკოლას მადურო, ბიზინა ივანიშვილი გაგიკვირდებათ და არ დაუშვებს, თუმცა ბიზინა ივანიშვილმა უკვე ჩაიდინა იმგვარი უკვე დააშავა ქართული სახელმწიფოს და ქართული ხალხის წინაშე ისეთი დანაშაულები ჩაიდინა, რომელთა პატიება უპირველეს ყოვლისა ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა აპატიოს ბიზინა ივანიშვილის ქართული საზოგადოებისთვის ეს იქნება პრაქტიკულად შეუძლებელი. ხო, რატო ყვები ამ ყველაფერს და ვუბრუნდები შალვა პაპუაშვილს გონია, რომ ჩვენ სივრცეში მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ სივრცეში გაჩნდა ასეთი პასაჟები, რომ აი ბიზინა ივანიშვილი არის შემდეგი, შალვა პაპუაშვილი ამას იყენებს ჩვენს საწინააღმდეგოდ და ამბობს, რომ აი დემოკრატიის ბომბები და ლიბერალიზმის რაკეტებზე ოცნებობს ქართული საზოგადოების ნაწილიო, ჩვენი ოპონენტების ნაწილიო, ასე არ გამოვაო.
გარე ძალების იმედს ხავსივით ებღაუჭებითო დემოკრატიულად დამარცხებულებს ძალაუფლების მოპოვების მხოლოდ ერთი სცენარი ეიმედებათ გარე ჩარევით და ძალადობით ხელისუფლებაში მოსვლაო და არ არის ასე მთლად და ჩვენ ავხსნით რა შიც არის საქმე ჩვენ და კარგად ავხსნათ პირველ ყოვლისა ქართულ საზოგადოებას და არა იმენად ჩალაპაპუაშვილს რომელიც ანტიდასავლურობით გამოირჩევა რომ ჩვენ არანაირი სახელმწიფო გადატრიალება არ გვჭირდება არანაირი რევოლუციაც კი არ გვჭირდება ჩვენ რევოლუციური პროცესი გვჭირდება მაგრამ რევოლუცია როგორც ასეთი არ გვჭირდება ჩვენ არჩევნების გზით ვაპირებთ რომ დავამარცხოთ ქართული რუსული ოცნება მეცაც გეტყვით პერსონალურად მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ არ მიმაჩნია საჭიროდ და აუცილებლად რომ ქართულმა ოცნებამ მიიღოს მონაწილეობა შემდგომ საპარლამენტო არჩევნებში საერთოდ შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს ჯერ და უნდა ჩატარდეს არათუ მეტნაკლებად დემოკრატიულად, არამედ აბსოლუტურად დემოკრატიულად ჩატარების შემთხვევაში ქართული ოცნება შალაპაპუაშვილის ჩათვლით მარცხდება და გადის სცენიდან და ისტორიას ბარდება, ისტორიის სანაგვეში მოხვდება. თუ არჩევნები დემოკრატიული არ იქნება მომავალი, მაისში იქნება 2028 წელს, ერთ წელს დავანებოთ თავი, იმ არჩევნებს რომლებიც ჩატარდება არანაირი აზრი არ აქვს და დემოკრატიული წესით საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ისედაც არ არის არჩეული და ხვალ კიდევ ერთხელ რო აირჩიონ ან ზეგ კიდევ ერთხელ რო აირჩიონ როგორც ბჭყალებში არც ერთ შემთხვევაში ის არ იქნება ლეგიტიმური ხელისუფლება იმიტომ რომ წინარე საარჩევნო პერიოდში ან არჩევნებამდე პერიოდში შალაპაპუაშვილი იქნება თუ ირაკლი კობახიძე იქნება თუ სხვები იქნებიან მოკლედ ქართული ოცნების ბანდა ყველა შემთხვევაში ქმნის არა დემოკრატიულ არა ჰორიზონტალურ სივრცეს ჰორიზონტალური კონკურენტუნარიანი დემოკრატიული ლიბერალური სივრცე თუ იქნება შექმნილი ამ შემთხვევაში ბიზინა ივანიშვილსაც კი მიუხედავად იმისა რომ მას უზარმაზარი ფინანსები აქვს და უზარმაზარი ფინანსების დახარჯვის შესაძლებლობა მიეცემა ყოველთვის თუ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ამიტომ არ მინდა რომ მან მიიღოს მონაწილეობა როგორც დამნაშავე პარტიის დამნაშავე საპატიო თავმჯდომარე ლიდერმა და მისმა ბანდა პარტიამ ყოველთვის ექნება შესაძლებლობა რომ გააყალბოს არჩევნები და არჩევნები რა არის ის კარგად უნდა ახსნას ჩვენ ყველასთვის ვინც ცოტა დაბნეულია ხოლმე ასეთ შემთხვევაში არჩევნები არის წინარე საარჩევნო პერიოდი ეს არის უშუალოდ არჩევნების დღე წინა შემთხვევაში 26 ოქტომბერი და პოსტსაარჩევნო პერიოდი. პოსტსაარჩევნო პერიოდს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ხოლმე და თქვენ მისნებართ თუ მეც ახლა ბევრს არ ვილაპარაკებ, მაგრამ წინა საარჩევნო პერიოდი არის უნდა იყოს ჰორიზონტალური, კონკურენტუნარიანი, სამართლიანი, ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობა თანაბრად და მხოლოდ მედია საზოგადოებრივ მაუწყებელზე რაღაც რეკლამას უფასო სარეკლამო დროს არ გულისხმობ, ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობა არა მტრულ, არა დესტრუქციულ, არა სახელისუფლებად წოდებული ბანდისთვის სასარგებლო და სხვისთვის არასასარგებლო გარემოში ოპერირებისა და კონკურენციაში შესვლისა. ამგვარ არჩევნებს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება არ უზრუნველყოფს 26 ოქტომბერსაც არ უზრუნველყო ქართულმა ოცნებამ, როგორც მართველმა იმჟამინდელმა და ახლაც მართველი პარტია უკანონო პარტიამ და მომავალშიც ის არ უზრუნველყოფს პარტიას. ამიტომ აპელირება იმაზე, რომ აი დემოკრატიულად მოვედით ჩვენ ამბობს პაპუაშვილი და თქვენ გესიზმრებათ რომ მხოლოდ ის გესიზმრებათ რომ დაგვამხობთ და რევოლუციით მოხვალთ ჩვენ ვამბობთ რომ არ დაგამხობთ ჩვენ უბრალოდ მოვითხოვთ და მივაღწევთ მართლა დემოკრატიულ არჩევნებს ოღონდ ეს მოხდება მაშინ როდესაც ქართული ოცნება ქართული რუსული ოცნება ჩამოიშლება როგორც პოლიტიკური ჯგუფი და ბოლოს ვენესუელაში ჩატარებულმა რამდენიმე წუთიანმა ოპერაციამ ისიც დაადასტურა რომ ევროკავშირი როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი და მსოფლიო გეოპოლიტიკური მოთამაშე აღარ არსებობსო ამბობს შალაპაპუაშვილი მე არ ვეთანხმები რა საკვირველია რომ არ არსებობს მაგრამ პრინციპში კრიტიკა ევროკავშირისა შეიძლება ევროკავშირი აღარ არის ან არ არის ის გლობალური მოთამაშე რომელსაც ესოდენ სერიოზული გადაწყვეტილების მიღების უფლება და შესაძლებლობა უფლება ალბათ აქვს მაგრამ შესაძლებლობა ნაკლებად აქვს შალაპაპუაშვილს მგონია რომ მხოლოდ ევროკავშირი ებრძვის ბიზინა ივანიშვილს და ბიზინა ივანიშვილის წანაზარდებს შალაპაპუაშვილისა და სხვათა სახით მე მინდა დავამშვიდო ის და უთხრა რომ არავითარი ევროკავშირი არ არის მთავარი ვიოლინო არის ქართველი ხალხი და უკვე შემდგომ არის დასავლეთი რომელიც ჩვენ დაგვიჭერს მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში და აუცილებლად იმ შემთხვევაში თუ ჩვენ უწყვეტად ის საზოგადოება რომელიც უსწავლელზე დგას ქუჩაში არის გამოსული უწყვეტად ვიქნებით პაპუაშვილთა და არა მხოლოდ პაპუაშვილთა მოწინააღმდეგეები მათი მოწინააღმდეგეები ვინც მიიღო ათობით რუსული კანონი ვინც შეზღუდა პოლიტიკური სივრცე ვინც
გაანადგურა ოპოზიცია, პრაქტიკულად გაანადგურა იმ თვალსაზრისით, რომ გამოამწყლია ციხეში მისი მნიშვნელოვანი ნაწილი, ვინც მოკლა პოლიტიკა და ვინც მოკლა პერსპექტივა იმისა, რომ ტრანზიცია როგორც ასეთი მოხდეს ხელისუფლების, ხო, რომ არ დამავიწყდეს. რეალურად ჩვენ მოცემულ ეტაპზე ვენესუელაში მაინც ტრანზიციის ეპოქაში ტრანზიციას ვადევნებთ თვალყურს, ტრამპის პოლიტიკა არის ტრანზიციული, ასე უნდა ვილაპარაკოთ და უნდა ვთქვათ ისიც, რომ როცა იქნება ტრამპი რასაკვირველია სრულ ოკუპაციას ვენესუელისა აღარ მიხვება ამ პოლიტიკას და როცა იქნება ვენესუელელი ხალხი თავად გადაწყვეტს საკუთარ ბედს. რამ განაპირობა ის, რომ ბიზინა ივანიშვილსა და მადუროს შორის ესოდენ დიდი სხვაობა, ან გარკვეულწილად დიდი სხვაობა, იმანაც მათ შორის, რომ მადურო იჯდა ეს სიტყვა უნდა ვიხმარო ნავთობზე, ბიზინა ივანიშვილს ნავთობი არ აქვს. მადურო იჯდა რაღაც კოლ-ცენტრებზე კი არა, ნარკო ბიზნესზე, ბიზინა ივანიშვილს ნარკო ბიზნესი ასე პირდაპირ მნიშვნელობით ალბათ არ აქვს, ვერ დავადანაშაულებთ ყოველ შემთხვევაში, თუმცა რასაკვირველია ისიც ვიცით, რომ ნარკო, აი მაგალითად ამ ხელისუფლება წოდებულმა ბანდამაც კი აღმოაჩინა, არ ვიცი აღარ მახსოვს რაოდენობა, მაგრამ 40 მილიონი დოლარის ტრანზიტი გამოიჭირეს საქართველოს ტერიტორიაზე, ირანიდან მიდიოდა ევროპის მიმართულებით უნდა ემოძრავა იმ დიდ რაღაც სატვირთო მანქანას, რომელსაც გადაჰქონდა ამდენი და ამდენი რაოდენობის ჰეროინი. ეს არ იქნებოდა პირველი შემთხვევა, ესე პირდაპირ 40 მილიონი დოლარის ჰეროინი არავის არ შემოაქვს, მაგრამ ეჭვი იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების მაინც და მაინც დინარაძეს არ გულისხმობ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების ნებართვით ხდებოდა ეს ყველაფერი წინა შემთხვევებში და ახლა უბრალოდ ეს აღარავის აღარ აწყობს და უნდა რომ სხვაგვარად წარმოჩინდეს საქართველოს როგორც ასეთი, ამის ეჭვი რასაკვირველი არსებობს. არჩევის ციკლები ახლა ამ თემაზე უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ბიზინა ივანიშვილი არ არის მადურო, ბიზინა ივანიშვილს დასავლეთი არ მოჰკიდებს ხელს და არ წაიყვანს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილს ეპატიება ის ქმედებები, ის დასავლეთის მხრიდან მათ შორის ის ქმედებები, ის პოლიტიკა, რომელსაც ის აწარმოებს საქართველოში და მთავარი არის ის, რომ ბიზინა ივანიშვილი არის უკანონო მმართველი, ბიზინა ივანიშვილი არის დე-ფაქტო მმართველი, ბიზინა ივანიშვილი არის კაცი, პერსონალურად ბიზინა ივანიშვილი, რომელმაც საქართველო უკან დახია და მოაქცია რუსულ გავლენის სივრცეში თუ სფეროში და ეს არ ნიშნავს კვლავ ვიმეორებ იმას, რომ მას ჭამობა რაღაც ვერტფრენი აბასთუმანში შეფრინდება ბიზინა ივანიშვილს აწკაპნიან მერე სადღაც ამერიკის შეერთებულ შტატებში და იქ გაასამართლებს ამა თუ იმ ოლქის მოსამართლე, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ ბიზინა ივანიშვილი ხელჩამოურთმეველი კაცია, აქედან გამომხელავს, რომ არ მართმეველი ის კაცია. იანვრის პირველივე დღეებში დატრიალებულმა საერთაშორისო ქარიშხალმა, რომელიც როგორც ჩანს ჯერ მხოლოდ ძალას იკრებს, უფრო განამტკიცა ჩვენი გეგმა 2026-ში არ გადავუხვიოთ მშვიდობის პოლიტიკას და არ ჩავერიოთ სხვის სცენარებში ჩარევას არავინ არ სთხოვს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას, მას სთხოვენ უბრალოდ ნათელ პოზიციას მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის პირველ ყოვლისა რასაკვირველია უკრაინასთან დაკავშირებით და ასევე აგიკვირდებათ და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე დაწყებულია, მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გაგრძელდება, კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება, იმიტომ რომ ახლო აღმოსავლეთში, კონკრეტულად ირანში, პროცესების კვანძის გახსნა არ მომხდარა, პროცესები ახლა იწყება, მეთქი მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ თქვენ დიდი ოპერაცია ჩაატარა შეერთებულმა შტატებმა და პრაქტიკულად დაასრულა ირანის ბირთვული პროგრამა, მაგრამ აიათოლების რეჟიმი, რომელიც პრობლემაა და რეალური პრობლემაა ახლო აღმოსავლეთისათვის და უფრო ფართოდ რეგიონისთვისაც, აიათოლების რეჟიმი როგორც ჩანს დასასრულებელი იქნება. აქ არავინ არ გთხოვთ მაინც და მაინც ჩარევას და სხვის სცენარებში ჩარევას, მაგრამ ადეკვატურობას კი მოსთხოვენ პაპუაშვილს არა ნაკლებად, კობახიძეს პაპუაშვილზე მეტად, მაგრამ ივანიშვილზე ნაკლებად და რეალურად კი ბიზინა ივანიშვილს, რომელმაც უნდა დააფიქსიროს საკუთარი ღირებულებითი მიდგომა და არ უნდა ელანდებოდეს ყოველ მეორე თუ მესამე ჯერზე, რომ მის გადატრიალებას, პირდაპირ მნიშვნელობით გადატრიალებას გულისხმობ, ვინმე აპირებს, არა, ჩვენ არ ვაპირებთ ბიზინა ივანიშვილის გადატრიალებით მოცილებას, მაგრამ იმას კი ღიად და კაფიოდ ვაცხადებ მე და რა უფლება მაქვს ყველა სახელით ამის თქმისა, მაგრამ მაინც ჩვენ ვაპირებთ ბიზინა ივანიშვილის მოცილებას პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ ის ქართული სახელმწიფოს მტერია, ქართულ სახელმწიფოს ასუსტებს მისი პოლიტიკა, ქართულ სახელმწიფოს ასუსტებს მისი პიროვნება, მისი ქმედებები, მისი სამყარო საქმე და მისი ფსოთხედვა და პაპუაშვილს შეუძლია იყოს მშვიდად, როდესაც ბიზინა ივანიშვილის
არა რევოლუციით, არამედ არჩევნებით, მაგრამ გაშვება ნამდვილად მოხდება, პაპუაშვილი არ იქნება პირველ იმ სამეულში, თუ მერე უკვე ობიექტური სასამართლო და ობიექტური პროკურატურა ბრალს გამოიტანს ამ ბანდის წინააღმდეგ, ბრალს წარადგენს და გამოიტანს ამ ბანდის წინააღმდეგ, პაპუაშვილი არ იქნება იმ სამეულში, პაპუაშვილს ბევრ ამაში მივედავებით, შესაძლოა კორუფციაშიც კი, შესაძლოა უფლებამოსილების გადამეტებაში, შესაძლოა სამშობლოს ღალატშიც კი გაგიკვირდებათ და ესეა, მაგრამ პირველი სამეული, ოთხეული თუ ხუთეული, გაცილებით უფრო სუხე და გაცილებით უფრო დიდი ხლავები არიან ჩვენთან ორკილ დასადებები, ვიდრე შალვა პაპუაშვილია, რომლის ერთადერთი არ ვიცი რამდენად სწორია, მაგრამ მთავარი დანაშაული არის ის, რომ როგორც არსით რუსი კაცი, მუდმივად ყველა დეტალს, ყველა ამბავს იყენებს სწორედაც რომ დასავლეთის წინააღმდეგ, როგორც ამ შემთხვევაში ვერ უბედავენ შეერთებულ შტატებს, ვერ უბედავენ და ვერ ეუბნებიან, რომ შენ უკანონოდ მოიქეციო, ანუ ვერ ხბაძავენ ძალკეულ პოლიტიკოსებს თუ ძალკეულ ძალიან იშვიათ ქვეყნებს, აი პირდაპირ რუსულ მესიჯებს ვერ იმეორებენ, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ამათ გულისწყდებათ და ბიძინა ივანიშვილს ეს გულისწყდებათ კი არა, არ მოსწონს შეერთებული შტატების პოლიტიკა და პირველ ყოვლისა ეს ყველაფერი აღებებს ბიძინა ივანიშვილს, რომელიცაც სულ მაშინაც კი როცა არანაირი საფუძველი არ არსებობს ამისა, ეზმანება საკუთარივე დანაშაულები და ფიქრობს, რომ აი ეს რაღაცი ჩავიდინე, ან ის რაღაცი გავაკეთე, ამის გამო ხომ არ დამჭირს შეერთებული შტატები, არ ამშვიდებს ცხადია რა არ მოხდება ტრამპის პირობებში და ტრამპის პრეზიდენტობის ჟამს, შეიძლება მართლა აიყვანონ ესე, თუმცა გარწმუნებთ, რომ ესე ალბათ მაინც არ მოხდება, ბიძინა ივანიშვილი დამნაშავეა ქართველი ხალხის წინაშე და ქართველი ხალხის მოსაგვარებელია ის, რასაც პრობლემა ბიძინა ივანიშვილისა ჰქვია. ნახვამდის.